გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბულავა გაგაცნობთ. საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა, სამი ანგარიში, სამი ქვეყანა, თუმცა განსხვავებული მიდგომები. რატომ ამოიღო ევროპის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხი? მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს შემთხვევაში მიმოხილული 6-ვე თავიდან ამ ორი კონკრეტული მიმართულებით შეფასების დოკუმენტში ვრცელი ანალიზია და მოთხოვნა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ღიად გაწერილი მუშაობა. თუმცა დოკუმენტში არავინ არაფერს ამბობს მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სადაც კორუფციული სქემები ერთმანეთის მიყოლებით იშიფრება. რატომ არის გამოტოვებული კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ თავი ორი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში? კურიერმა ამ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა. რა პასუხი აქვს დიპლომატიურ სამსახურს და კიდევ რას ამბობს ევროპის საბჭოს შეფასების დოკუმენტში? ლუკა ჩანგელია დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. ანუკა, ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვის პასუხად ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოგვისმენია ევროკავშირის წარმომადგენლობისგან და მანამდე ვიდრე მივიღებთ კონკრეტულ პასუხს ვრცელ შეკითხვაზე, შევეცადეთ რომ პოლიტიკური შეფასებები მოგვესმინა თბილისის ოფიციალური პირებისგან. თუმცა ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებდე, მინდა მაყურებლისთვის უფრო ნათელი გავხადოთ, რაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ევროსაბჭო ყოველწლიურად ქვეყნებს გაფართოების ანგარიშს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებთან დაკავშირებით იმ პროგრესსა და რეგრესზე, რასაც სახელმწიფოებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიეს და საკმაოდ დიდი და ვრცელი ტექსტი არის ხშირ შემთხვევაში კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით ამ ანგარიშში. წელსაც ეს ასე მოხდა რიგი სახელმწიფოების შემთხვევაში და ბუნებრივი არც არავის არ გაკვირვებია ამ სახელმწიფოების რიგში არის საქართველოც, თუმცა კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერს ვერ ვხვდებით უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშებში. ახლა ჩნდება კითხვა, ევროსაბჭო ხომ არ ცდილობს დამალოს ის კონკრეტული შემთხვევები, რამაც ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია საზოგადოებაში, მაგალითად უკრაინასთან მიმართებით. ვიცით რომ რამდენიმე თვე არის რაც უკრაინაში კორუფციული სკანდალი ეტრიალებს და ამის გამო უმაღლესი თანამდებობის პირებსაც მოუწიათ საკუთარი პოსტების დატოვება, ხოლო რაც შეეხება მოლდოვას, ამ ქვეყნის შემთხვევაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ რიგ სახელმწიფოებს და ამას განაპირობებდა ასევე ერთ-ერთი ფაქტი, მაგალითად ის რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ორი საკმაოდ წინ წაწეული და ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საარჩევნო ბიულეტენებიდან გაქრა და მათ ხელისუფლებამ აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაშინ პოლიტიკური ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლების დარღვევა, ასევე გარკვეული კრიტიკა ისმის მოლდოვასთან მიმართებით შეკრებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ოფიციალური კიშინიოვი კრიტიკოსებს ქუჩაში დამოუკიდებლად გამოსulis საშუალებას არ აძლევს. რაც შეეხება ახლა თბილისის პასუხს ევროსაბჭოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ევრობიუროკრატები ამ ყველაფერს აკეთებენ ერთადერთი მიზნით. იმ შემთხვევაში თუ საქართველოსთან მიმართებით მომავალში გაისმება კრიტიკა, ოფიციალურ თბილისს არ უნდა ჰქონდეს არგუმენტი, რომ ის უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით. არ უნდა არსებობდეს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ქვეყანა არის ბევრად განვითარებული, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვიდრე შეიძლება ოფიციალური კიევი ან ოფიციალური კიშინიოვი იყოს. უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყანად არის დასახელებული, მოლდოვა მესამე ქვეყნად კორუმპირებულად დასახელებული. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროსაბჭოს ანგარიში და ადგენენ და საერთოდ ამოიღეს უკრაინის და მოლდოვას შეფასება. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ აქ ვეღარ დამალავდნენ იმას, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყანასთან მიმართებაში და წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროსაბჭოს ანგარიში მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. რატომ? აი სწორედ ამიტომ, რომ მე იქ ცუდია ცრუია კალას ეთქვა რაღაცეები საქართველოზე და არავის ეთქვა, რომ შენივე ევროსაბჭოს ანგარიში არის მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა უკან არის საქართველოზე. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით და ვცდილობთ მივიღოთ კონკრეტული პასუხი ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურისგან, რატომ გაქრა ევროსაბჭოს ანგარიშიდან უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში შეფასების ის ნაწილი, რომელმაც ხმამაღლა უნდა ისაუბროს კორუფციასთან ბრძოლის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. მადლობა, ლუკა ჩანგელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ბრალდებები აღიარებული ცილისწამება კი დადასტურებულია. ცრუ განცხადებები, რაზეც ევროპელი ბიუროკრატები საუბრობენ, კაია კალასმა აღიარებით დაადასტურა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ცილისწამება დაადასტურა. კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკოსის ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა. კალასმა საჯარო განცხადება ესტონეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელმაც დაავალა ეთქვა, რომ ცდარი ინფორმაცია გაავრცელა. რას ამბობს კალასი და რა გამოხმაურებები მოჰყვა მის განცხადებას თბილისში? თემაზე საუბრობს შოთა ფალავანდიშვილი და მისგან მოვისმენთ უფრო მეც შოთა გისმენთ. დავიწყოთ კაია კალასით, რომლის სარჩელიც არ მიიღო ესტონეთის უზენაესმა სასამართლოს. შესაბამისად, ესტონეთის ექს-პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის აღიარება, რომ მან 3 წლის წინ იცრუა და კონკრეტულ პოლიტიკოს დააბრალა ის, რაც მას არ ჩაუდენია. კაია კალასი ამჟამად იკავებს ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში მთავარი კომისრის თანამდებობას. კალასის თქმით, მან 3 წლის წინ იცრუა, რის შედეგადაც კონკრეტული მორალური ზიანი მიადგა პოლიტიკოს, რომელსაც ის ბრალდებები, რაც კალასმა წაუყენა, საერთოდ არ ჩაუდენია. მე კაია კალასმა 2022 წლის 17 თებერვალს გაკეთებულ პოსტში გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია. თითქოს ესტონეთის პოლიციაზე მოხდა თავდასხმა ვარო ვოგლაიოსა და ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე და თითქოს ვარო ვოგლაიომ და ეკრემ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ვარო ვოგლაიოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის აღიარებაც რომ სიცრუე იყო, კალას მოუწია, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკომისარს, ასე ვთქვათ, შეცდომის აღიარება მოუწია, თუმცა მას ამავდროულად შესაძლოა აღარ ჰქონდეს იმის მორალური უფლება, თუნდაც უმაღლესი თანამდებობიდან, რომელსაც იგი იკავებს ევროკავშირში, გარკვეულწილად დირექტივები მისცეს სხვა სახელმწიფოებს თუ როგორ შეიძლება დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობდეს იქ პოლიტიკური პროცესები. მათ შორის ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კალასის მხრიდან მსგავსი სახის დანაშაულის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი და სხვა მისი კოლეგა ევროპელი ბიუროკრატები, მათ შორის ალდეს წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით მიზანმიმართულ დისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებენ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ამას აღიარებს, ასევე აღიარებს იმას, რომ ის არის მიზანმიმართულად თავდამსხმელი ამა თუ იმ სახელმწიფოებზე და დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ამ ხელა თანამდებობაზე რომ იყოს, რამდენად აქვს ამის უფლება. ეს არის კითხვის ნიშანი და ამავდროულად მორალურად იმის უფლება რამდენად აქვს, რომ საქართველოზე საუბრობს და საერთოდ ხმას იღებს საქართველოზე ადამიანი, რომელიც საერთოდ როგორც აღმოჩნდა არის რუსეთის მსახურის ოჯახიდან და ჩვენ გვეუბნება რომ რუსეთთან კონფლიქტში ვიყოთ. ეხლა თვითონ აღიარა თავისი თრუპენტელობა და მორალურად აბსოლუტურად ნულზეა დასული მისი ნებისმიერი კრიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ესტონეთის მუნიციპალურმა სასამართლომ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოიტანა. კაია კალასმა სცადა გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში, თუმცა უმაღლესმა ინსტანციამ კალასის მოთხოვნა საერთოდ წარმოებაში არ მოიღო, რის შემდეგაც კალას მოუწია ბოდიშის მოხდა და საჯაროდ აღიარება იმის, რომ ოპონენტი პოლიტიკოსის მისამართით იცრუა. შოთა მადლობა. შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევრობიუროკრატებთან ერთად აქცენტი კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომლებსაც შტატების ახალი ადმინისტრაცია ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ამბავი ნამდვილი კოშმარია და ეს არასწორი სახელწოდებაა, რადგან თუ თქვენ გაქვთ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხართ. ეს ოქსიმორონია, წერს ილონ მასკი. განცხადება გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც USAID-ის დახურვის შესახებ სახელმწიფო
დეპარტამენტის განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ საგარეო დახმარების ახალი ეპოქა ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრეს, რომელთა სუბსიდირებას ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციები აიძულებდნენ. თემას გამოხმაურებები მოყვა თბილისშიც, რა განცხადებები კეთდება ამ საკითხზე, ლიკა ალელიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანუკა, თავდაპირველად დავიწყებ ილონ მასკის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ამბავს კოშმარიც კი უწოდა. მასკმა ისაუბრა მიზეზებზეც სოციალურ პლატფორმა X-ზე, როგორც მასკი წერს, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფინანსდება მთავრობისგან, ის ვერ შეიძლება იყოს არასამთავრობო და ის უბრალოდ მასკის შეფასებით არის ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებულია მთავრობისგან. არასამთავრობო ორგანიზაციების ამბავი ნამდვილი კოშმარია და ეს არასწორი სახელწოდებაა, რადგან თუ თქვენ გაქვთ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხართ. ეს ოქსიმორონია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობა, რაც კი ოდესმე მომხდარა. თავდაპირველად მარკო რუბიოს და შემდეგ კი უკვე ილონ მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურებები მოხვა თბილისშიც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ ხალხის ზალეში. ამბობენ, რომ როგორც თავად, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ზუსტად მსგავს შინაარსზე, რა განცხადებებსაც ახლა უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თუ ილონ მასკი საუბრობს, როგორც ხალხის ზალეში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები იმართებიან კონკრეტული მთავრობებისგან და არ შეიძლება მათ არასამთავრობო ორგანიზაციები ეწოდოს. არაერთხელ გვითხოვთ ჩვენ და ეს დადასტურებულა ამერიკის პრეზიდენტის ილონ მასკის განცხადებებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არ არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, ისინი ასრულებენ deep state-ის დავალებებს და ეს მორიგჯერზე არის მასკის ეს განცხადება, იმის დასტური, რომ თავიდან ბოლომდე ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორის ეს მოცემულობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მოატყუონ საზოგადოება, რომ ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით სხვადასხვა სახელმწიფოებში უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლებები და ამას ადასტურებს ილონ მასკის ეს განცხადება. აქაც იმიტომ პირდაპირ თქვეს, რომ არასამთავრობო სექტორს ჩვენ ფულს ჩაურიცხავთ, შავ ფულსო პირდაპირ თქვეს და ეძებდნენ ხვრელებს და კანონმდებლობისგან გვერდის ავრის საშუალებებს პირდაპირ გაგებით საქართველოში. ამაზე მეტი მხილება რა უნდა იყოს მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში და ეს მასკის განცხადება პირდაპირ ამას ეხმიანება, რასაც ჩვენ უკვე მესამე წელია ვსაუბრობთ. ილონ მასკის განცხადებამდე იყო მარკო რუბიოს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ ახალი საგარეო დაფინანსების საკითხი მთლიანად აღმოფხვრეს არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებულ ბოლო წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არსებულ ბოლო წლებში არსებულ კითხვებს. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტაზე და ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მარკო რუბიო მისეუბრა, ახალი ეპოქა უცხოური დახმარების კუთხით გამორიცხავს ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც წინა ადმინისტრაციების პირობებში ამერიკელ ხალხს უწევდა. ის გამორიცხავს ფლანგვით განპირობებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და პირველ ადგილზე აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს, წერს მარკო რუბიო X-ზე. შტატების სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას აზიარებს, რომელშიც USAID-ის დახურვაზეა საუბარი. ისინი, ვინც პოლიტიკასა და მედიაში პანიკას თესავენ, ამბობდნენ, რომ USAID-ის დახურვა ნგრევას გამოიწვევდა. თითქმის 1 წლის თავზე კი დამტკიცდა, რომ ისინი ცდებოდნენ. ჩვენ საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს შევუსაბამეთ, დავხვეწეთ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამერიკული კომპანიების ინოვაციური პოტენციალი გამოვიყენეთ სიცოცხლის გადასარჩენად, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა Deep State ამერიკის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც საბოლოო ჯამში ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, განაცხადა ტულსი გაბარდმა. განცხადება დაზვერვის შეფმა ორგანიზაცია Turning Point-ის ღონისძიებაზე გააკეთა. გაბარდმა ისაუბრა სადაზვერვო სამსახურში მოქმედი Deep State-ის მიერ დაზვერვის მონაცემები
ინფორმაციების იარაღად გამოყენებაზე და მედიის საშუალებით მცდარი ნარატივების შექმნაზე. მან განცხადება X-ზე გამოაქვეყნა და დასავლური მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სახიფათოა, რომ თქვენ ავრცელებთ მცდარ ნარატივს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში შიშს აღვივებთ, რათა აიძულოთ ისინი მხარი დაუჭირონ ომის ესკალაციას, რაც სინამდვილეში ნატოსა და ევროკავშირს სურთ, რათა შეერთებული შტატების არმია რუსეთთან ომში უშუალოდ ჩაითრიონ. მისივე თქმით, ტრამპი ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ, Deep State-ის ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ. მანამდე გამოცემა როიტერმა დაწერა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა და ევროპის იმ ნაწილებზე ჰქონდა გათვლა, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ და სულ უფრო უახლოვდებიან მშვიდობის იმედს, Deep State-ის ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ. ისინი იყენებენ იმავე ტაქტიკას, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ. სადაზვერვო სამსახურში მოქმედი Deep State-ი დაზვერვის მონაცემებს იარაღად იყენებს, რათა ძირი გამოუთხაროს პროგრესს. ისინი ინფორმაციას თავიანთ მეგობრებს და მეინსტრიმ პროპაგანდისტულ მედიას აცდიან, რათა ეს ყველაფერი გაავრცელონ და მცდარი ნარატივი დაამკვიდრონ. ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას, რათა გაამართლონ ომის გაგრძელება და თავიანთი მცდელობები პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც საბოლოო ჯამში ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, ნათლად უნდა დავინახოთ, რა ხდება ჩვენ თვალწინ და ერთიანები უნდა ვიყოთ მშვიდობის საქმეში. უკვე 2 საათია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა დილის 10 საათზე დაიწყო, დღეს კენჭს 2 კანდიდატი იყრის. არჩევნები საღამოს 7 საათისთვის დასრულდება, შედეგები კი 21 საათზე გამოცხადდება. ყველაზე მეტი ხმა პირველ ტურში, რომელიც 1 კვირის წინ ჩატარდა, ირაკლი ყანდაშვილმა მიიღო, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად მეორე ტური დაინიშნა. ლევან ფანცხავა გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან, როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი და როგორი არის ამ დროისთვის აქტივობა? დიახ, აქტივობა საარჩევნო უბანზე შეიძლება ითქვას, რომ დილიდან არის მაღალი გამარჯვებისთვის იბრძვის 2 კანდიდატი, ესენი არიან ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი. 5000-მდე ადვოკატია რეგისტრირებული საარჩევნო უბანზე, თუმცა წინა შემთხვევაში 2750 დელეგატი გამოცხადდა არჩევნებზე და ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ირაკლი ყანდაშვილმა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 50%-იანი ბარიერი არ იქნა გადალახული, ჩაინიშნა მეორე ტური. პირველ შემთხვევაში 6 კანდიდატი იბრძოდა გამარჯვებისთვის, ამ შემთხვევაში კი 2 კანდიდატს შორის მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი და 7 საათის შემდეგ გვეცოდინება უკვე ვინ ჩაიბარებს ადვოკატთა ასოციაციას 4 წლის განმავლობაში. 8 წელი ასოციაციას მართავდა დავით ასათიანი. ადვოკატები საუბრობენ მოლოდინებზე, ასევე ჩვენ ვესაუბრეთ კანდიდატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმები, მიზნები, ამოცანები, რომლის განხორციელებასაც ისინი აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი კოლეგების უმრავლესობა სწორედ მათ კანდიდატურას დაუჭერს მხარს. დილიდანვე აქტივობა არის ძალიან მაღალი, ეს არის ძალიან კარგი, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადვოკატი, თითოეული ჩვენთაგანი ვფიქრობთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე და ვაკეთებთ არჩევანს. მე მოხარული ვარ, რომ პირველი ტური ჩემი გამარჯვებით დასრულდა, კიდევ უფრო მოხარული ვარ, რომ დიდი ნდობა გამოუცხადა ჩემ გუნდს ადვოკატთა კორპუსმა. ჩვენი მთავარი აქცენტები იქნება მომდევნო 4 წლის მანძილზე განუხრელად გაკეთებული ადვოკატის უფლებრივ დაცვაზე. ეს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის გარემოს გაუმჯობესება, მათი სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ნაბიჯების გადადგმა. მოლოდინი მაქვს იმის, რომ ყველაფერი ისეთივე მშვიდ გარემოში ჩაივლის, როგორც ეს იყო პირველ ტურში და ავირჩევთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, ვინაიდან ფაქტობრივად წარმოუდგენელია ეს ჩვენი ერთობლიობა, ერთობა პროფესიული, არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუ კი თუნდაც საკუთარ არჩევნებს არ ჩავატარეთ მშვიდ გარემოში. ხმის მიცემის პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო, როგორც გითხარით, საღამოს 7 საათზე დასრულდება საარჩევნო პროცესი და დაახლოებით 1 საათში უკვე გვეცოდინება, თუ ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე. მადლობა, ეს ლევან ფანცხავა იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ავტორო უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი დასრულდა. კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მახრაძემ და სასწავლო ცენტრის დირექტორმა მალხას ჩიტაიამ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს. პროექტში მონაწილეობდა 65 მსმენელი, რომელთაც ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გარდა თეორიული ცოდნისა, რომელიც მოიცავდა უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია, გაიარეს სიმულაციური სწავლებები საფრთხის შემცველ სიტუაციებში, სწრაფად ორიენტირების პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები. სწავლების დასრულების ეტაპზე სასწავლო პროგრამის ეფექტიანობის მიზნით პირველად იქნა გამოყენებული მოდელირების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა წარმოაჩინეს და განამტკიცეს. კურსის ფარგლებში პირველად იქნა გამოყენებული მოდერნირების ფორმატი და მსმენელებმა სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით განიმტკიცეს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. დღეს კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და მინდა წარმატება უსურვო პროექტის თითოეულ მონაწილეს. პროგრამამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები და ვფიქრობ, რომ რიგ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც. კურსის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში. მსმენელებს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიღრმისეულად გავცნობოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურას, ანატომიას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სასწავლო ცენტრს. შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელკვალზე დააკავა, ნაქურდალი თანხისა და ნივთების ნაწილი კი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 5-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციამ კი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელკვალზე დააკავა. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკებისას ერთ პირს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებულს კი 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საპატრულო პოლიციამ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად. შედეგად კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 800 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. პოლიციამ ორივე პირი ბრალდებული სახით ცხელკვალზე დააკავა. განზრახ ცხელკვალზე დააკავა. კრიმინალურმა პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო. დაკავებულია 6 პირი. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებისა, ასევე დაუფლების ბრალდები დაკავებულებს შორის 4 წარსულში ნასამართლებია. ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პოლიციამ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები ამოიღო. დანაშაული 8 წლამდე ვადი თავისუფლების კვეთას ითვალისწინებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით აჭარის პოლიციამ ერთი პირი ცხელკვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ერთი პირი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალური სერვისი 60+-ის წლის საანგარიშო ღონისძიება გაიმართა. კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის მიზნად ისახავს უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს გადაეცათ საპატიო წევრობის სიგელები. კლუბი 60+-ი განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და არის სოციალური სივრცე, რომელიც მოხალისეობრივ ჩართულობაზეა დაფუძნებული. 3 წელია ფუნქციონირებს კლუბი 60+, რომლის მიზანი იყო უფროსი თაობის ჩართულობის ხელშეწყობა, როგორც მათთვის საინტერესო პროგრამებში, ასევე მათ სოციალიზაციის ხელშეწყობა
ასობით ბენეფიციარმა გაიარა ეს პროგრამა, დავიწყეთ ერთი კლუბით და უკვე სულ მალე მესამე კლუბის ლოკაცია იხსნება. ძალიან აქტიური კლუბია და მომავალშიც აქტიურად დაუჭერთ ჩვენ ხარს. დაარსების დღიდან მე იქა ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვიგრძენი თავი, რომ მე ისევ საზოგადოების წევრი ვარ. კლუბმა თავისი სიტყვა შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში. ყოველი დღე იქ მისვლა მიხარია, გაგვიჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო მეგობარი, როგორც ბატონები, ასევე ქალბატონები. ფიქრებებით უზიარებთ ერთმანეთს აზრს, სწავლობთ, ვხატავთ და დავდივართ ექსკურსიებზე, ვეცნობით ჩვენ ქვეყანას. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე კი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. რეკრუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს რეკრუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს. ჩემი ორი შვილი მსახურობს. ძალიან დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის და იმ მადლობისთვის, რომელიც გამოუცხადეს, რადგან წაბრძანე თავიანთი სურვილით. მე როგორც სამხედრო პირი მერწმუნე ძალიან კარგ პირობებში სახურობენ ჩვენი შვილები. შეხვედრაზე დამსწრე პირებს ინფორმაცია მიეწოდათ თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. შეხვედრის მიზანი იყო შემდგომში ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ წვევამდელების გაწვევის წესზე. ახალციხე არის მოწინავე და ჩვენი მუნიციპალიტეტი, რაც სასიხარულოა და მსგავსი სახის შეხვედრები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ ზუსტი სწორი ინფორმირება, რას ნიშნავს ეს წესი და რატომ არის აუცილებელი სამხედრო სამსახურის გავლა. მე აფხაზეთისთვის 2025 წლის ღონისძიების სპეციალური ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადაეცემა. ღონისძიების ფარგლებში მანდარინი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13-მა პირმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი პროფესიული მიღწევები აფხაზეთს დაუკავშირეს. ღონისძიება მე-6 წელია ყოველი წლის ბოლოს ტარდება. დღევანდელი ღონისძიება სხვა წლებისგან განსხვავებით იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ამ ჯილდოს პირველ რიგში გადავცემთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს და მე მაქვს იმის პატივი, რომ პირადად მას გადავცე აღნიშნული ჯილდო. მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ მიწა-წყალზე აფხაზეთში. საოცარი დღეა დღეს. საოცარი საზოგადოება დღევანდელი დღის ემოციებს ვერ მალავ. ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ეს განსაკუთრებულია ჩემთვის სუხუმელი ვარ და აი სუხუმის საზოგადოება ნახევით სუხუმში დამოუკიდეს. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.ჭ დროებით.